მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენს პოდკასტზე დღეს ისევ ვართ მე, გიორგი ბერძენიშვილი და თია გელაშვილი. და მე მარიამ ხელაძე და დღეს ვისაუბრებთ ასანებზე და ასანებისა და იოგას ურთიერთმიმართებაზე. ხო, თემა ეს ვინ არის იოგი, შეგვიძლია ესეც. ხო, ან მოგესალმებით. თემა არის ეგეთი, რომ რა კავშირი აქვს საერთოდ რა შვაში არის, ანუ ეს ვარჯიშები, პოზები, ტანვარჯიში და ასე შემდეგ იოგასთან. და ვის შეიძლება ეწოდოს იოგი ამ კონტექსტში. ანუ დღეს არ გავშლით ფილოსოფიურ ნაწილს, ან ისტორიულ ნაწილს, არამედ რა არის ის ასე ვთქვათ, საზომი, რის მიხედვითაც შეიძლება ვთქვათ ადამიანზე, რომ ვთქვათ ეს იოგი არის. და ეს რო გავიგოთ, ანუ უნდა გავიგოთ, აი რაც შენ თქვი მარიამ, რა კავშირი აქვს საერთოდ ასანებს, ანუ პოზებს იოგასთან. ანუ ეხლა რო საუბრობთ ასანებს, ანუ პოზებს, ანუ გულისხმობ რომ ვიღაც შეიძლება უყურებდეს და არ იცოდეს რომ ასანები ნიშნავს იოგას პოზებს, მაგრამ ხო მე მგონი ალბათ უკვე საქართველოში უბრალოდ ხო ბევრმა იცის ხო რა არის და აი არის ჩვენი თემა დღევანდელი. დავიწყოთ, მაგრამ ჩვენ ჩამოწერილი გვაქვს ხო საკითხები, რასაც უნდა მივხვდეთ და კი, ჩამოწერილი გვაქვს საკითხები. შეიძლება ერთ-ერთი ასეთი საკითხი იყოს იოგას ჩემპიონატები. და რატომ? ამით დავიწყოთ. ანუ ასანებთან შეიძლება ასე შორიდან შემოუარეთ. იყოს, კი ბატონო. ანუ ასანებზე შეიძლება ვინმეს გაახსენდეს იოგას ჩემპიონატები, ვთქვათ, როგორც დემონსტრაციის და ამ ასანების დემონსტრირების უბრალოდ ერთ-ერთი საშუალება. ესე აღიქვას მაგალითად. რატო შეიძლება გაახსენდეს ამ განსაკუთრებით ანუ ჩვენ ეხლა საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩემმა ძველმა ინდოელმა ნაცნობმა მომწერა, რომ მე მინდაო მორიგი ჩემპიონატიო, ანუ ეს წარმოადგენს ინდოეთის თუ აზიის იოგას ასანების ჩემპიონატის ორგანიზატორი არის და მე მინდაო ეხლაო ჩავატარო საქართველოშიო იოგას ასანების ჩემპიონატიო. ხო და აი მაგაზე დამოკიდებულებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ანუ შეჯიბრი იოგას ასანებში. ნუ ჯერ რა ხდება ზოგადად ამ ჩემპიონატებზე, როგორი ფორმატი აქვს, ანუ შეგვიძლია ეს ვთქვათ, რომ უბრალოდ გამოდიან მონაწილეები და აკეთებენ სხვადასხვა ფიზიკურ პოზებს, ასანებს. და ესეთი შეფასების სისტემა არის, რომლის მიხედვითაც ვლინდებიან ჩემპიონები, ხო, ასანებში. ნახევარი კულა აკლდება თუ ნაუშად წონასწორობა დაერღვა რაღაც მომენტში და ასე შემდეგ. ეს ეხლა ამ მარტო ამ ჩემპიონატზე კი არ საუბრობ, ვთქვათ, ბევრი ორგანიზატორი არის სოფლიოში, რომლებიც ამ იდეას, ანუ მაყურებელი თვითონ შეაფასებს, რამდენად ასე ვთქვათ, სწორი იდეა არის, ჩვენ არ გავაკეთოთ ეხლა ისეთი ძალიან ხო ჩვენ აზრს გამოთქვათ, მაგრამ რომ მაგალითად ამერიკაშიც არის ანუ ეგეთი ფორმა, რომ გამოდიან მონაწილეები, როგორც წარმოვარჯიშეები, იმიტომ რომ შეიძლება არავითარი შეხება იოგასთან მართლა არ ქონიათ, თქო უბრალოდ ყოფილი წარმოვარჯიში არის. გამოდის რაღაც ჩემპიონატზე, რაღაცა პრიზები არის და ეგეთი თემა არის და რაიმე კრიტერიუმები არსებობს, ანუ მე მაგალითად მინდა მივიღო მონაწილეობა, რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებ, რაიმე, ან რას ვავსებთ რამეს. ანუ აი გააჩნია ეს რომელი უფრო პრესტიჟული ის არის, ანუ მაგალითად ამერიკის USA Federation of Yoga, ანუ ის უფრო შედარებით უფრო ორგანიზებულად ტარდება და მან რაღაც კრიტერიუმები იქნება, რაღაც ადრე ქონდათ ჩვენთან მიმოწერა, ანუ 10 წლის წინ, მაგრამ მე უბრალოდ მართლაც აი დამოკიდებულებას ანუ ვერ ავიქოვ ამას ის სერიოზულად რომ ყურადღება მივაქციოთ, უბრალოდ თემა ის არის, რომ ამ ნაცნობა რომ მომწერა, მან როგორ არის, რომ ნუ ვისაც დაგერავს, დავუშვათ ყველას გამოიყვანს რა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, რომ ვინც გამოვა
იქით ანუ აქეთ ეხვეწება ხალხს და თემა ის არის რომ უნდა ჩავატარო საქართველოსიო აზიის იოგას ჩემპიონატიო და მეთქი ახლა კიდე აზიის სისტემა და ხო და ესეთი თემა არის რომ მაინც რადგან იოგა იქმება პოზების კეთებასთან, პოზების კარგად კეთებასთან, დანვარჯიშთან, მე ვიფიქრეს რომ რატომაც არა ჩავატაროთ ამაში რაღაც შეჯიბრიან ჩემპიონატი. ასაკობრივი, დღეს მე და მარიამ ლაპარაკობდით ზუსტად ამაზე, რომ ასაკობრივი შეზღუდვა, ასაკობრივად დაყოფილი არ არის, მაგალითად ახლა 30 წლის პრაქტიკოსი, 30 წლის რო არის უბრალოდ ასაკში მოსწონს, ხან უფრო პატარები სხვანაირად აპრაქტიკებენ, ხო? ანუ გამოცდილებასაც გააჩნია 30 წლის რო ვარ სხვანაირად აპრაქტიკა 50 წლის სხვანაირად აკეთებს, ხო? ანუ სხეულზეა ხო დამოკიდებული და ანუ არ არის ესეთი რაღაც ეს ინდივიდუალური ფაქტორები თუ არის გათვალისწინებული და სქესი კიდე ანუ ქალი და მამაკაცი ხო განსხვავდება ჩვენ ბერჯერ კითხვამში ანუ რომ აი სხვა ასანების კეთების დროსაც სქესი შეიძლება ერთ-ერთი ფაქტორი ანუ ეგ როგორ აქვს ვიცი რომ ეგ აქვს რაღაც თავისი წესდებები აქვს ანუ მაგალითად რომელი ქვეყნის სახელით ან მოქალაქეობის ფორმატში ვის შეუძლია მიიღოს თავშოთ საფრანგეთის სახელით ამის სახელით იმის სახელით მე უბრალოდ თავიდან მაკვირდებოდი ანუ ვიყავი კიდეც ანუ ერთ-ერთ ჩემპიონატზე უბრალოდ დავესწარი მონაწილეობაც მივიღე რაღაც ფორმით ხო და ხო ეგ არის უბრალოდ თემა და იცი რა მომენტი არის რომ ასეთ იოგას ჩემპიონატებში ტურნირებში შეიძლება გაიმარჯვოს ისეთმა ტანმოვარჯიშემ საშუალო დონის ტანმოვარჯიშემ რომელსაც იოგა შეიძლება არც გაუგია ანუ შეიძლება გაუგია მაგრამ არასდროს მისი მიმდევარი არ ყოფილა უბრალოდ გამოვიდა რაღაცა პრიზი აიღო და ეს არის და უბრალოდ ესეთ სახეობაში შეჯიბრი რომელშიც ხო ჯერ შეჯიბრებითობის პრინციპს გამორიცხავს იოგა მაგრამ მე ისეთ რაღაცაში შეჯიბრებითობა რაშიც თვითონ არ არის აუცილებელი რომ იოგი იყო და იოგები დაამარცხო ეგ უბრალოდ აბსურდი არის ხო ანუ რაღაცა ერთი მომენტი ეს არის და მე იოგა შესრულების დროს ორიენტირებულია იმაზე რამდენად ზუსტად ასრულებს ასანას საკუთარი თავის თან მიმართებაში. აი ჩემპიონატთან დაკავშირებით კიდე იმის დამატება შეიძლება, რომ ესე იგი ამ ჩემპიონატებზე ძირითადად ხდება იოგას ფიზიკური კომპონენტის შეფასება. ანუ ვაფასებთ როგორც ფიზიკურ პოზებს და ამის შესრულებას. და ეს გარკვეულწილად საზოგადოებაში აჩენს იმ განცდას, რომ იოგა არის რაღაც მხოლოდ ფიზიკური ასე ვთქვათ პრაქტიკა, ან ასანა არის დომინანტი ამ ასე ვთქვათ ცნებაში. და ამ პრაქტიკაში და აი შეიძლება რომ ჩვენ პოდკასტზე ზუსტად მაგაზე ვისაუბროთ, ანუ რამდენად არის იოგას ასანები, ანუ პოზები რეალურად დომინანტი იოგაში, ანუ რა როლი აქვს, საერთოდ რა როლი აქვს. იმიტომ რომ აი მაგალითად იოგაზე მე შეიძლება ესე ვთქვა, რომ იოგა არის რაღაც ინდივიდუალური გამოცდილება და შეიძლება ადამიანმა ფენომენოლოგიურადაც შეხედოს ამაში ყოფნას, ანუ ამის კეთებას და აი რა როლი შეიძლება ქონდეს მაგალითად რა დოზით შეიძლება განვეხილოთ ასანები, ეს გაჭიმოები და ანუ რა სიღრმეები შეიძლება იყოს ამის მიღმა, რა ურთიერთმიმართება შეიძლება დავინახოთ მართლაც იოგას, ცნობიერების მართვას, ყურადღების მოკრებას, კონცენტრაციას და ასე შემდეგ ამას შორის. აღარ მასოს ჩვენ რომელიმე პოდკასტში ან ლექციებზე რა თქმა უნდა ამაზე საუბრობთ. და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ანუ მაგრამ რო გავშალოთ მაყურებლისთვის, ესე იგი ასანების დანიშნულება იოგაში, როცა საუბრობენ, პირველ რიგში ეს იყო რაღაც ისეთი პოზები, რომელშიც ასკეტები ახორციელებდნენ თავის ასკეტურ პრაქტიკებს. პოზები მჭვრეტელობისთვის. ეს უფრო შემდგომ უფრო გვიანდელი არის. ანუ აი ასკეტურ პრაქტიკებზე მაშინ ხო, ანუ ესე იგი შრამანა ტრადიციებში, ესე იგი ეს რა პერიოდი არის, რომ ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 500 წელი. აი მაგ პერიოდში ინდოეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ანუ ასკეტები, ასე ვთქვათ, რომლებიც ამ ასკეტურ პრაქტიკებს მისდევდნენ. და ამ ასკეტიზმის ნაწილი, ერთ-ერთი ნაწილი იყო სხეულის გარკვეული პოზები. ბერძნებს აქვთ აღწერილი ეს ცნობები, ანუ ალექსანდრეს
აი ამ ინდოეთში მსვლელობების დროს ბერძნულ წყაროებში არის აღწერილი ძალიან კარგად, რომ იყვნენ ვიღაც ასკეტები, ან ვიღაც ადამიანები, რომლებიც რაღაც პოზებს ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, იქ არ იყო რომ ასანებს ვაკეთებ. იქ იყო მაგალითად ცალფეხზე დგომა არის აღწერილი, არის დაწოლილი პოზიცია არის, ხეზე ჩამოკიდებული პოზიციაც არის, ანუ ღამურას ასკეზა, ანუ ეგეთი ფორმაც არის. და ესე იგი ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორ, რომ მე მინდა რომ მაგალითად ჩემი კარმის უარყოფითი შედეგებისგან გავთავისუფლდე და ამისთვის მე მივმართავ რაღაც სულიერი გაწმენდის პრაქტიკებს. ამისთვის აკეთებდნენ ძველ დროში ასანებს ერთ-ერთი ფორმა. და სხვათა შორის პრანაიამებიც. სუნდკვითი სავარჯიშოებიც. ხო, სუნდკვითი ვარჯიშები, თუ შეიძლება ასე უწოდოთ, მათი დანიშნულებაც კარმის ნაყოფებისგან გათავისუფლება იყო, რომ მე სულიერი მიზნები ქონდათ. ანუ რაღაც უნდა გავიღო, ხო, იმისთვის, რომ ჩემი კარმა გაიწმინდოს, ასე ვთქვათ, ხო? კი, ანუ რაღაც გაღება არის, ანუ ეს ტრადიცია უფრო ეზოთერული ტრადიცია არის რა გაგებით. ნახეთ, ანუ მაგ პერიოდში უფრო ადრე არის, ასე ვთქვათ, ვედების პერიოდი, ხო? სადაც არის მოცემული მსხვერპლშეწირვა. და უკვე იოგას ტრადიციებში ფიზიკური მსხვერპლშეწირვა უარყოფილი არის. ანუ ყველაზე რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, მაგრამ აი კლასიკური იოგა რო ფორმირდება, იქ ეს მსხვერპლშეწირვები უარყოფილია და აქ მსხვერპლშეწირვა არის საკუთარი ნეგატიურობის. აი როცა გონების კონტროლზე არის საუბარი, ეგ არის ანუ ბჭყალებში შენ, ასე ვთქვათ, უარს ამბობ იმაზე, რაც ანუ არღავს ჰარმონიას და ბალანსს. ეს არის პირველი ანუ ფორმა. და მეორე აი რაც შენ ახსენე, რომ რა დანიშნულება ქონდა უფრო კლასიკურ იოგაში ანუ ასანა ნიშნავს ჯდომას, ხო? ანუ ფუძე ნიშნავს ჯდომას, ან დასაჯდომ ადგილს ნიშნავს. ანუ ჩვენ რო დღეს ვამბობთ, რომ აი ფეხდგომელა ასანები, ეს არის ფეხდგომელა ჯდომები, ანუ რაღაც ეს შეიძლება შედეს, მაგრამ ჩვენი ბრალი არ არის, ანუ ეს თვითონ ინდოეთში ესე ფორმირდა, რომ ანუ ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი სახის პოზიცია, ხო? და არა მხოლოდ ჯდომითი, რომელიც სტაბილიზაციაზე იქნებოდა, ანუ სხეულის სტაბილიზაციაზე იქნებოდა მიმართული, რომ შემდგომ გონების სიმშვიდე მოეპოვებინა იოგს. ზუსტად. ჩვენ ახლა აი მე რაც ვთქვი, რომ ეს ასკეტურ ტრადიციას უკავშირდებოდაო, შეიძლება ეს ასკეტური ტრადიცია გადავდოთ საერთოდ გვერდზე, რომ ეს რამდენად იოგას წინაპარი არის და აი ეს კავშირიც რო გადავდოთ თვითონ კლასიკურ იოგაში, რაც პირველ საუკუნეებთან არის დაკავშირებული, ხო? აქ ასანას აქვს რა დათვირთვა, რომ იოგებმა გააცნობიერეს, რომ სხეულს და სხეულის ბალანსს აქვს კავშირი გონების ბალანსთან. აი რაც შენ თქვი, რომ მე სხეულის დამშვიდების გავლით ვაღწევ გონების სიმშვიდეს, ასევე სუნთქვის დამშვიდებით ვაღწევ გონების სიმშვიდეს. და მეორე ესე იგი დანიშნულება თუ შეიძლება დათვირთვა ასანასი არის ეს კავშირი გონებასთან. ხან რაღაც ორ მხრივ კავშირზე არის აქ საუბარი, ხო? აი და ჯანმრთელობის კომპონენტთან დაკავშირებით, ესე იგი ეს უფრო გვიანდელი არის შუა საუკუნეებში. კი, მაგრამ აი რაც შენ თქვი, რომ ორმხრივი კავშირიო, ბარემ ესეც გავშალოთ, რომ ორმხრივი კავშირი რა გაგებით არის, რომ შენ იოგი ხარ, როცა ანუ სხეული ანუ ამ ასანებს მიმართა, მაგალითად უბრალოდ აირჩიეთ დაუშვათ რაღაცა პოზა. თუნდაც გამზე და სტაბილურად თქვათ ზიხარ. 5 წუთი შეგვიძლია რომ სტაბილურად იჭრე და ნახავ რომ ეს ნერვულ სისტემაზე ეს გონებაზე ახდენს გავლენას. ანუ სიმშვიდის მუხტი მოდის, სიმშვიდის ენერგია მოდის და ეს თელ სხეულს ეუფლება, ხო? ესე იგი სხეულიდან გავლენა ხდება იოგას გონებაზე, მაგრამ იოგა ასევე განმარტებულია პირიქით, უბრალოდ ასანა რომ არ ითვლება რომ შენ პოზას მიაღწიე, უნდა ძალიან მოქნილი იყო. სანამ გონების სიმშვიდეს არ აღწევ. ან ნახე, შეიძლება რაღაცა თქვა ხიდს აკეთებ, ხელებზე დგები რაღაც, ყველანაირად იგრიხები, აბსოლუტურად. მაგრამ
გონების მდგომარეობა განსაზღვრავს შენ ასანაში ხარ თუ არა, შენ გაქვს თუ არა უნარი რომ იყო ასანაში. ეს დანარჩენი სხვა რაღაცები, რასაც ჩვენც ვაკეთებთ და რაც ჯგუფებიც ყავს და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ ტანვარჯიში მხოლოდ. რაც თითქმის ძალიან ასე ვთქვათ, მხოლოდ რაღაც მეორე, მესამე ხარისხოვნად არის კავშირში მხოლოდ იოგასთან. ამას არ აქვს ძალიან დიდი კავშირი. იმისთვის რომ ასე ვთქვათ, იოგაში და ბუდიზმშიც შემოვიდა ცნება გაფანტული გონების. გონების ბუნება, როგორც გაფანტულობა. და ამიტომ ჩვენ ხანდახან არ უნდა ვთარგმნოთ პირდაპირ, რომ გონებას, რასაც ჩვენ ევროპელები უწოდებთ, იგივეს უწოდებენ აზიელები. და ამიტომ ეს აღრევა რო ხდება, ზოგი ებრძვის რაღაცნაირად გონებას, რომ გონია, რომ თვითონ გონება იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ ვიყენებთ ამ სიტყვას, ეგ არის პრობლემა. რეალურად ეს არის გაფანტულობის თემა. და გაფანტულობასთან ახლავს სხეულის პრობლემაც, ანუ ესეთი კავშირი არის და ეს როგორც ჩვენ თქვი, ეს ორმხრივ კავშირზე არის საუბარი. და აქედან გამომდინარე, ესე იგი იოგის ცნება რო განსაზღვროთ, ანუ ვინ არის იოგი, აი ამ ფიზიკური ასპექტის გათვალისწინებით. ესე იგი ეს რაღაც კუთხით მოიცავს ცნობიერების მდგომარეობასაც, ხო როგორ მივემართებით, ანუ ჩვენს ფიზიკურ სხეულებრივ პრაქტიკას, ასანას ასპექტს, ჩვენი ასე ვთქვათ, გონების იმპულსები რამდენად შესაბამისი არის კონკრეტულ პოზაში ყოფნის დროს. და ანუ როგორ შეიძლება ვთქვათ, აი რომ განსაზღვროთ ეგ, რომ აი რა განსხვავება არის უბრალოდ ვთქვათ შპაგატში ჩაჯდომა შორის და გაცნობიერებულად, არ ვიცი, სწორი მიდგომით ამ ფიზიკური პრაქტიკას დაუფლებას შორის, ანუ რაღაც კლასიკურ იოგაში შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე შეიძლება ბუდიზმის გავლენით თუ რაღაც სხვა გავლენით იოგას დაახლოებით იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ბუდიზმში mindfulness. ეს არის ცნობიერება სხეულის მიმართ, მისი ბუნების მიმართ. და აი ეს მოიაზრებდა რას, უბრალოდ პასიურად ყოფნას. ახლა იქ არის თქვა სხვა ტიპის mindfulness, სადაც აი მოძრაობაში აცნობიერებს სხეულს. მე ამასაც შემიძლია თქვა ასანა ანალოგიურად უწოდო, იმიტომ რომ ის გაცნობიერება მოძრაობა არის ნახსენები თქვა წევხარ, ზიხარ, დადიხარ თუ დგახარ, სხეულის ცნობიერება, სხეულის მიმართ სწორი ცნობიერება, მისი ბუნება, მისი გარდამავალი ბუნება და ტრანსფორმაციული ბუნება, მის მიმართ სწორი დამოკიდებულება, ასე ვთქვათ. ეს არის ანუ საფუძველი იოგას. ანუ რეალურად ჩვენ სხეულის მიმართ უნდა ვიპოვოთ ეს ცნობიერება. რა არის სხეული ჩვენთვის? და ამის გაცნობიერებაში როცა ხარ სხეულის მიმართ, მაშინ ხარ ასანაში. ანუ იოგასთან ეს კავშირი აქვს. და ის რომ მაგალითად რაც ასევე ძალიან კარგია რომ ვთქვათ სახსრებისთვის, აი რაც შენ ახსენე ჯანმრთელობას გამოდივართ, ხო თანამედროვე, ანუ ესე გამოვა რომ გადავალთ ახლა ჩვენ უფრო როგორ მივუდგეთ ასანების პრაქტიკას. ახლა უცებ მოუხევით აი ამ ვთქვათ 2500 წლის წინ მე რაღაც გადმოვედით 500 წლის შემდეგ, კიდე 500 წლის შემდეგ და ახლა შუა საუკუნეების პერიოდში იოგამ შეიძინა ჯანმრთელობის დატვირთვა. ჯანმრთელობა რო ღირებული იყო თვითონ ეს იოგაში, რომ ეს დაბრკოლება არის, რომ თუ არ გაქვს ჯანმრთელობა ძნელია სულიერი პრაქტიკა, ეს რა თქმა უნდა იოგას სუტრაშიც არის, მაგრამ რომ ასანა ამის საშუალებაა ოზები ჯანმრთელობისთვის. ეს ჩნდება შუა საუკუნეებში. ხო, არის. ჩვენ უბრალოდ მაინც ცნობისთვის რომ ხათხა იოგა რასაც უწოდებთ, ეს არის შუა საუკუნეების იოგა და უბრალოდ შეიძლება ვიღაცა გადააწყდეს ეგეთ ინფორმაციას, რომ აი ამბობენ, რომ იოგა არის რაღაცა ლემურების რაღაც პერიოდში ანუ რაღაცა ანუ ფანტაზია შეიძლება ვიღაცას ქონდეს, მაგრამ რაც თანამედროვე მეცნიერებისთვის ცნობილი არის, შეიძლება ცოტა უფრო ძველიც არის, მაგრამ შუა საუკუნეებში ჩნდება ეს თემა, რაც ორი ხათხა იოგა, როგორც იმ სიახლით შემოტანილი, რომ ასანები შემოდის, როგორც და პრანაიამები სხეულის გაჯანსაღების გამოჯანმრთელების საშუალებით. ვიზუალური მოთხოვნები იყო მაგალითად, რომ აი დავშტუნა ყოფილიყო იოგი ასეთი, ხო, როგორც
იყო შეიძლება უკვე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამხდარი და მოქმედი ეს კრიტერიუმები ანუ ხათხა იოგაში შემოდის რომ აი ამ პრაქტიკის შედეგად ანუ ხდება გაჯანსაღება ორგანიზმის სიცოცხლის გახანგრძლივება და ასე შემდეგ ანუ ეს დადებითი თვისებები აღწერილი რომ აი ამ დაავადებას მაგალითად ეს პოზა უხდება და ასე პრაქტიკულად. აი ტერმინოლოგიის დონეზეც ხო აი რაღაც სტიმულირება, დამიწება, დამშვიდება, გაწმენდა, დაბალანსება, ანუ ესეთი ტერმინები უკვე შემოდის ასანებთან მიმართებით, როგორც ანუ ასანები ამ ყველაფრის საშუალება. აი მაგალითად კონკრეტულ დაავადებებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობებზე მიმართული სასარგებლო ასე ვთქვათ ინსტრუმენტი, რომელთაც შეიძლება რომ ჩვენ რაღაც განკურნების გზას ვეწიოთ, ასევე შეიძლება იყოს უკვე კონკრეტული საფრთხის, ანუ უსაფრთხოან საფრთხის შემცველი ასანები, აი ესეთი რაღაცას ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ესეთი კატეგორიებით შეიძლება იყოს შემოტანილი, ანუ უკვე თანამედროვე და ცოტა გვიანდელ ხო, ეხლა კიდევ უფრო უკვე მე-19 და მე-20 საუკუნის ტექსტებზე რო გადმოვიდეთ, ხო, მაგალითად თქვენ შეიძლება ნახოთ რომ არის თქვა წიგნები წერია რომ ეს პოზა ან ეს ვარჯიშები წმენს ორგანიზმს ან წმენს ღვიძლს და ასე შემდეგ ანუ მეც ვთარგმნე იოგა მალა და იქაც არის ასეთი მითითებები უბრალოდ ეს ტერმინები არ ემთხვევა ყოველთვის თანამედროვე მედიცინას ეს არ ნიშნავს რომ ისინი დადებითად არ მოქმედებენ ჩვენთვის შეიძლება ბოლომდე არც არის დღესაც კი ცნობილი რა გზით მოქმედებენ ასანები მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე ვთქვათ მოითხოვს რაღაცნაირ სხვანაირ მიდგომას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ რას ნიშნავს წმენს ორგანიზმს. იმიტომ რომ ესეთი ფორმით, როგორც იქ არის აღწერილი დეტოქსი, არ არსებობს, ან მაშინ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულად რის განწმენს და მანამდე თუ იყო შეფასებულ იქნეს რაღაც კონკრეტული გაწმენდამდე აი თქვათ ეს პრობლემა ქონდა ან რაღაცა კონკრეტული ნივთიერება არსებობს მე გაიწმინდა და მე აღარ არსებობს და ვინაიდან ამაზე პასუხები არ არის ანუ თანამედროვე მიდგომით ჩვენ სხვანაირად ვიაზრებთ ამ პოზებს ვამბობთ რომ ეს მოქმედებს ძალიან სასარგებლოდ ამას თქვათ მედიცინაც ამბობს რომ რა როლი აქვს ვარჯიშს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რომ ეს ძალიან სასარგებლო არის არსებობს გარკვეული ხელშესაჭედი კვლევებიც ხო რაღაც კონკრეტულ ასე ვთქვათ ასპექტებზე არსებობს ნამდვილად დადასტურებული რაღაც კვლევები თუმცა ეს უშუალო მექანიზმები ზოგიერთ შემთხვევაში რაც შეიძლება ესეთ ტექსტებში იყოს აღწერილი აი რაღაც უშუალოდ ღვიძლის გაწმენდა რაღაც დიაბეტის მკურნალობა და ასე შემდეგ ესეთი კონკრეტული რაღაცები ანუ არც არის ნაკვლევი და არ გვაქვს ანუ უშუალოდ ამის შესახებ რაიმე სახის ესეთი სამეცნიერო მტკიცებითი ინფორმაცია. პირდაპირ ასანებზე რო იყოს მიგული რომ მაგალითად ეს 7 პოზა გააკეთე ამისთვის. ზუსტად. ირიბად და ისე რა თქმა უნდა მოქმედებს თავშესაფრ ყველაფერზე დადებითად, მაგრამ აი რეცეპტებივით როგორც რო იყოს გაწერილი, ანუ ეგეთი რაღაცა არ არის. ამას ქვია რედუქციონისტული მიდგომა, აი ბევრი ციგნი აი როგორც თქვი ეგრე არის ან ბოლოში არის რეცეპტებებით რომ ამ დაავადებებისთვის გააკეთე ეს და ეს ასანა ეგ უბრალოდ არ არის სწორი მიდგომა და ზოგადად თუ ვინმეს მაგალითად აი წელი აწუხებს ხო ეს არ ნიშნავს რომ წელი უნდა ავარჯიშოს იმისთვის რომ წელი აღარ გიოდეს მხოლოდ ანუ მთლიანობაში მიდგომა უფრო მეტად პროდუქტიული არის უფრო სასარგებლო არის რომ ვიღაცა მე რო ხელი მაწუხებს თქვა რაღაც ორიენტირებული მოდი ხელი მოვირჩინო და ეგრე ნაკლებად თანამედროვე მიდგომითაც ანუ ეს იოგურ მიდგომაზე არ ვსაუბრობ მხოლოდ რომ მნიშვნელოვანი არის რომ დავინახოთ რომ ყველაფერი არის მთლიანობის ნაწილი ყველაფერს ერთმანეთთან კავშირში აქვს და ამ გაგებით ხო ან რაღაც შუალედური ხედვა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი რომ მაგალითად აი ესეც არ გამოვიდეს რომ ასანებში არაფერი არ არის ასე ვთქვათ სასარგებლო და დიდად არაფერს ნიშნავს რადგან არ არსებობს ჩვენ ვერ ვაანალიზებთ და არ მოგვეცემა ასე ვთქვათ ის მექანიზმები ზუსტად რომლითაც ის აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას და ასევე ანუ არ უნდა იყოს მხოლოდ ის რომ აი ესე უშუალოდ ინსტრუმენტად აღვქვათ კონკრეტული ასანები ანუ რაღაც შუალედური ხედვა ამას შორის ანუ იმას მიუყვეთ თქვათ რაც უკვე მეცნიერულად დადასტურებული არის ანუ
ასე ვთქვათ, უფრო ზოგადად შევხედოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და დავაკვირდეთ ინდივიდუალურად იმ ეფექტებს და იმ სარგებელს, რაც პრაქტიკაში მოგვეცემა, იმიტომ რომ ან თანამედროვე გაგებით შეიძლება იოგას პრაქტიკა ესეც იყოს, რომ რაღაც ეს არის ძიების გზა, საკუთარი სხეულის შეცნობის გზა, საკუთარი ასე ვთქვათ, საკუთარ თავზე დაკვირვება და რაღაცების მუდმივი აღმოჩენა. ხო და ალბათ ისინიც ესე აკვირდებოდნენ, ხო, საკუთარ თავს და ეს ინფორმაცია რაც წერი, რასაც ვკითხულობთ, საკუთარ თავიდან გამომდინარე, საკუთარ თავზე გამოცდილებიდან გამომდინარე. შენ გითხოვს ბევრჯერ რა დავუშვათ რაღაცა პრაქტიკები შეიცვალა, ხო, რაღაც ასანები შეიცვალა, ასანებთან დამოკიდებულება შეიცვალა წლების განმავლობაში. თავის თავზე დაკვირვებით ისე ხო ალბათ რაღაცები მიხვდნენ რომ ესე კი არა ესე ჯობია ესე უკეთესია ცა პრაქტიკებმა არ გაამართლა ხო ცოდნასაც შეიძლება ახალ ცოდნასაც ანუ სხვა დარგში დაგროვებული ახალი ცოდნის საფუძველზე ეს მიდგომები იქნა გადააზრებული და განსხვავებულად ორგანიზებული ასე ვთქვათ ასანებთან მიმართებით ხო იცი რა არის ანუ თან როცა ჩვენ ვსაუბრობთ ან მეცნიერებაზე ხო აქ ესეც არ უნდა აღვიქვათ რომ ანუ ჩვენ პრაქტიკოსები არ ველოდებით რომ ვიღაცამ რაღაც დაადასტუროს ანუ მე პირველ რიგში ვამბობ საკუთარი გამოცდილებით აი ზუსტად მაგით 20 წელი ვთქვათ რომ ვასწავლი ვაკვირდები რა უფრო ეხმარება ადამიანს როგორი მიდგომა უფრო ეხმარება ადამიანს ანუ ისეთი რომ აი ცალკე პოზები არსებობს რომ ეს პოზა ამას ეხმარება ეს პოზა თქვა დიაბეტისთვის ეს პოზა გოთ რაღაც ნებისმიერი ეს ჩამონათვალი ცალ-ცალკე რეცეპტები თუ მთლიანობაში უნდა ვიმუშაოთ ჩვენ სხეულზე და მისი შესაძლებლობები გავზარდოთ ეს ინტუიციურიც არის მაგრამ აქ მე მაქვს სავსებით რაციონალური სქემა ვის რა თქვათ რას ვაკეთებინებ და როგორ ვაკეთებინებ და თანამედროვე მიდგომა არის ასეთი ანუ ეს რამე უნიკალური კი არ არის თქვათ ჩემი როგორც მე ვგულისხმობ აი თანამედროვე მიდგომა არის ასეთი რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობები და ანუ ეს მართლაც ანუ ესეთი დიდი ტრადიცია არის მიუხედავად იმისა რომ არ ემთხვევა რაღაც ტერმინოლოგიურად შეიძლება ამაშიც გავუგოთ რომ ის ხალხი სხვანაირი თვალით უყურებდნენ ორგანიზმს ანუ ესეც არ არის პრობლემა თავარი არის რომ ამას აქვს ძალიან ესეთი ღირებული ეფექტი ჩვენ ხო ვისაუბრეთ ამაზე რომ ეს იოგა მოქმედებს მოქმედებს იქიდან გამომდინარე შენ ჩართული ხარ მასში შენ მასში დებ თვითონ საზრისებს აი ზუსტად რაღაც საზრის შენ თავად დებ ანუ ასანების კეთების დროს იმაში თუ რას მოელი ამის კეთებით ხო გარდა მაგის ანუ ალბათ ფენომენოლოგიური იმიტომაც არის ასე ვთქვათ იოგას გამოცდილება იოგას პრაქტიკის გამოცდილება რომ ამ ასანების კეთების დროს ჩვენი გამოცდილებებიც გარკვეულწილად განაპირობებენ იმას ჩვენ როგორ აღვიქვამთ ანუ როგორ ასაზრის ჩავდებთ ანუ ჩვენი მდგომარეობა თუნდაც ასაკი თუნდაც სქესი ანუ რაზეც საუბრობთ ანუ ისეთი ფაქტორები არის რომელიც განსაზღვრავენ ჩვენს ფიზიკურ მიმართებას ასე ვთქვათ როგორ შეგვიძლია რომ გავაანალიზოთ გამოვცადოთ ეს ყველაფერი განვავითაროთ ან პირიქით ანუ რაღაც მომენტში შეიძლება გავჩერდეთ და ანუ ამ გზაზე ვიყოთ მუდმივად ძიების პროცესში ხო ნაბიერებული გვაქვს ის რასაც ვაკეთებთ აი დღეს რასაც ვსაუბრობთ მე და შენ მე ეგრეთ წოდებული მავნე ჩვევები ანუ მეორე ხაზზე გადაინაცვლებს ხო თავისთავად ხდება ის რომ ეს თვით დისციპლინაში გეხმარება ძალიან და იმას ფიქრობდი შენ რომ ამბობდი რომ ჩემთვისო იოგა არის ისიც რომ აი დავუშვათ დღეს ნახევარი საათი მე ვუკრავ მუსიკას და მთლიანად ვარ შიგნით ხო ანუ იმას ანუ მისმე რამეს რასაც ანუ აი წიგს ვკითხულობ ნახევარი საათი და მთლიანად ვარ იქ აი მომენტში ვკითხავ კონცენტრირებული ვარ იმაზე და მე ფიქრობდი ამაზე და ხო ანუ ეგ არის იოგა ძალიან მომეწონა ეს და მე ამაზე ხო რა ძალიან კარგად მენიშნა. კი, აბსოლუტურად, ანუ აი საერთოდ ეგ ხო ბევრ ადამიანს უხსნის გზას, რომ უი ყველას შეუძლია. ანუ შეიძლება ფიზიკურად ბევრი რაღაცა ძალიან რთულად მოგეჩვენოს და რაღაც ძალიან ძნელი იყოს, ამას ვერ გავაკეთებ, რაღაცა ეს რთული არის, მაგრამ შენ ხელში არის ყურადღება და ეს არის ყურადღების მეცნიერება, მართლაც იოგა ყურადღების მეცნიერება, გონების მეცნიერება იმ გაგებით, რომ
ის არის სწავლობს ადამიანის ჩვევებს, მიჯაჭვულობას, ფაქტორებს, რა იწვევს, ანუ ასე ვთქვათ, რა ამძიმებს ადამიანს სულიერად, რას გამოყავს წყობილებიდან, როგორ უნდა მიუდგეს, როგორ უნდა დაძლიოს. ანუ ფსიქიკის გავლით შევიმეცნებთ, ანუ სხეულზე მუშაობას, ანუ რაღაცნაირად გვეხმარება ჩვენი ფსიქიკის შემეცნებაშიც, ხო? ანუ ეს ფიზიკური ის და დათმობასთან დაკავშირებით, აი მავნეჩვევების დათმობასთან დაკავშირებით, ხო, აი რაღაცნაირად ასანების კეთება, ანუ გვეხმარება, რომ თითქოს ხერპლად შევწიროთ, ანუ ეს ჩვენი მავნეჩვევა, მაგალითად, გვიან დაძინება პირობითად, ან იგივე შეიძლება საკვებთან მიმართებაშიც იყოს, ან ყურადღების, ან სიზარმაცე მაგალითად, ანუ ესეთი ნეგატიური რაღაცაები, ანუ შეიძლება რომ დაძლეულ იქნას ანუ ასანების პრაქტიკით, როგორც რაღაც ესეთი დისციპლინის ნაწილი, თანამიმდევრულობის ნაწილი და მუდმივი მუშაობის, ძიების და პროცესის ნაწილი. შენ ხალხს რა კვირდები, მე ხვდები, რომ ან რომელი უკეთესია და ან რაღაცნაირად გიწევს დათმო შეიძლება ციხის მავნეჩვევები, მაგრამ ან ძალიან შეგნებულად ხდება ეს და გააზრებულად ხდება და გიღირს რომ ის უბრალოდ ერთმანეთთან ვერ მოდის მე ვერ თავსდება მაგრამ თავ ხო ეგ არის რა და ერთი რაღაც არის კიდე რასაც ამბობდი რომ აი და ალბათ დამწყები პრაქტიკოსებისთვის იქნება ეს ამნიშნულოვანი რომ ნებისმიერ ასანაში ანუ როცა გონება ანუ სიმშვიდეს უნდა გრძნობ გონების სიმშვიდეს უნდა გრძნობ ხო ესია და უნდა ვიყო კონცენტრირებული კონკრეტულად იმ ასანაზე და დავშვეთ არ უნდა ვფიქრობდე ან რაღაცა არ ვიცი ბანკის ეს წესები წახე ეგ მოდის დროთა განმავლობაში და შეიძლება პირველი ერთი თვე ორი თვე ამის შეგრძნება არ კონდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად მოდის და ხო ანუ დამწყები პრაქტიკოსები შეგვიძლია ამით ვუთხრათ უბრალოდ ხო რომ ეს აუცილებლად მოვა დროთა განმავლობაში. კონკრეტულ ასანაში ხო რომ მიდიხარ სტუდიაში და დამოუკიდებლად აკეთებ, ვინაიდან იოგას პრაქტიკა ხშირად დამოუკიდებელი პრაქტიკა არის დაყოვნების და აქ შენ რეალურად მუშაობ გონების მდგომარეობაზე. მაგითო ვეუბნებით რომ ტელეფონებიც არ უნდა კონდეს თან, ანუ ტელეფონები გვერდზე უნდა გადადო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მუდმივად რაღაცაზე გადადის. და ფარცობის მომენტზე რაც შეიძლება არც იყოს პროდუქტიული ამის შედეგად. ერთი არის რომ მაგათო ორი რაღაც არის რომ ჩვენ უნდა განვასხვაოთ ესეთი რაღაცა რომ რა არის რომ ადამიანს უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლია და უბრალოდ ეგეთ პირობებში ცხოვრობს. რომ ისე არ გამოვიდეს რომ ჩვენ ამ ფაქტორებს უგულებელყოფთ, რომ შეიძლება ვიღაცა უბრალოდ რეალურად ეგეთი ცხოვრება აქვს, რომ მუდმივად უწევს ანუ რაღაცა გადართვა და სხვადასხვა ბევრი რაღაც დიდი სტრესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრი რაღაც არის თვითონ ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენ როგორ მივუდგებით პრაქტიკას. და სხეულის ჩართულობა, ანუ ერთ-ერთი მომენტი არის, ანუ ერთ-ერთი კომპონენტი არის, ჩვენ წინაზე დავიწყებთ ეს თემა და ჩვენ ახლა უბრალოდ ასანების კონტექსტში, ანუ განვავრცოთ რა არის მნიშვნელოვანი თვითონ ასანების დროს. ანუ პირველი ის, რომ ოზაში უნდა გრძნობდე, რომ თავისუფლად ისუნთქება. ანუ სუნთქვა თავისუფალი არის. და ამას მუდმივად აკვირდები. ეს თუ გინდათ ჩათვალეთ სუნთქვის მედიტაციად, რასაც უწოდებენ სუნთქვის მედიტაციად. მეორე ეს არის სხეულის mindfulness-ი, რასაც დღეს რასაც ეწოდება mindfulness-ი, ეს არის სხეულის შეგრძნება, სხეულის თავისებურებების შეგრძნება, დაკვირვება და ასე შემდეგ. რაღაც დეტალების აღმოჩენა. დაკვირვება და გაკვირვებაც აღმოჩენა, მაგალითად ისეთი ძალის აღმოჩენა, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ძველოდეთ, ანუ საკუთარ თავთან ინდივიდუალურად განმარტოებით მუშაობა და ამის აღმოჩენა, რომ რა რეალურად რა ძალებს ვფლობ, ანუ რა რისი გაკეთება შემიძლია, ანუ ამაზე კონცენტრირება და შესაბამისად ამის აღსრულებაც. და ფიზიკური პროგრესი, ესე იგი, შესაძლებლად არა წინა დღესთან აუცილებლად რომ ეს შევედარო, რომ ან სხვას რო არ შევედარო, ეს ხო მით უმეტეს ხო, წინა პოდკასტის მაგაზე ვისაუბრეთ. ხო, ისედაც, მაგრამ შევედარო თუ არა, ჩემ თავს გუშინდელ დღეს და შეიძლება არც ამაში არ შევედარო, იმიტომ რომ შეიძლება გუშინ მეტი ენერგია მქონდა დღეს, ნაკლები მოხვალ, მეტი მექნება და ასე შემდეგ. მაგაშიც არა, იმ მომენტში შეედარე შენ თავს იმ მომენტში, ანუ რაც შეუძლია და რაც არის
ასე თქვათ, სხეული ინტუიციურად განახობს, რომ აი ამ დროისთვის ეს დრო გაძლევს აი ამის შესაძლებლობას და შენ ხო გრძნობ სინამდვილეში რომ რა შეგიძლია იმ დროს. და აი იმ სიზუსტეში რომ ჩაჯდები შენ თავს რა უნდა მოთხოვო რეალურად. მაშინ ხარ შენ თავთან ჰარმონიაში და ეს ასანების მიმართაც ანუ იგივე პრინციპი მუშაობს რა. დაიჭირო თვითონ ის მომენტი რომ აი დღეს მე ასეთი ენერგიით ვარ, დღეს ჩემი სხეული არის ამისთვის განწყობილი და მე სხეულზე მუშაობ, ვაკეთებ 1000 ასანას თუ 1000-ას აკეთებ, მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ჩემთვის ადამიანმა რომ მითხრას რომ მაგალითად მე ხელებზე ვდგები, რაღაცა ვიხრები ასე, ფეხის შემოდება შემიძლია ასე, უკანზე კი ეს არაფერს არ ეს დადებითი რაღაც არის, მაგრამ იოგასთან არ არის კავშირში. მაგრამ ადამიანმა რომ მითხრას რომ მე იოგას პრაქტიკის დროს სიმშვიდეს გრძნობ და სიმშვიდე არ ნიშნავს ასე ვთქვათ ძალიან პასიურ მდგომარეობას, ეს თან ენერგიის აქტივობა არის, ანუ გონების სიმახვილეც არის, ყურადღების გამახვილების მდგომარეობა არის და ეს არ უნდა ვთქვათ რაღაც მოშვების მდგომარეობა, ხო, ანუ ეს ხო გონების სიმშვიდე ესე არ პირიქით გონებას ძლიერ დიდი ენერგია აქვს ამ დროს. და აი რომ მითხრას რომ ამას გრძნობ, ამას ეს შეგრძნებები მაქვს, ხო? მაშინებრები კი, როცა ამობენ რომ მაგალითად უკვე ჩემზე აღარ მოქმედებს ბევრი რაღაცა, აღარ მაინტერესებს ესეთი რაღაცები, აღარ მაღელვებს, რასაც მაინც ვერ ვცვლი, მაინც არ ქონდა აზრი ეს ყველაფერი დავინახე და პროდუქტიული ვარ, იმიტომ რომ ჩემ თავთან მუშაობ, სხვისი შეფასებები და ეს ნაკლებად მაინტერესებს. და აი რაც თქვით რომ უპირატესობა რაც ვახსენეთ რომ მაძლევს სხეულის საშუალებას ანუ დამიწების ანუ რეალობასთან. ანუ ფაქტორად ეგრე გამოდის რომ აი ამ ხელა დოზით არის ასანების კეთების დროს გამოცდილებისეული და განცდისეული კომპონენტი, რომელიც არის მუდმივად ცვალებადი, ანუ ჩვენს ყოველდღიურობასთან ერთად არის ცვალებადი და რაღაცა კრიტერიუმები, ანუ რომლითაც ესე ზედაპირულად შეიძლება შეფასდეს, ანუ ასანის კარგად ან სწორად ან იდეალურად თუ რა ვიცი საჩემპიონოდ გაკეთება, ანუ ზუსტად მაგიტო შეიძლება იყოს აზრს მოკლებული, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ანუ ინდივიდუალური არის თითოეული ინდივიდისთვის არის ანუ გამოცდილებაში მოცემული რაღაც ისეთი განგრძობადი პროცესი რომელიც სხეულის გაჯანსაღებასთან ერთად ეხმარება მისი მენტალური, ფსიქიკური პროცესების მართვაში, შეცნობაში და ასე ვთქვათ ტრანსფორმაციაში. ან ეს რაღაც ორმხრივი კავშირის მომენტი, აი რადგან მანამდე შენი საუბრი გიორგი მგონია რომ ეგ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ უნდა გრძნობდეს ასანაში რაღაცას, რასაც უნდა გრძნობდეს, მაგალითად თავს დაცულად, თავს უსაფრთხოდ, თავს კარგად, თავს ბედნიერად, ანუ არ ვიცი იმ მომენტში, რაც მის გონების იმპულსებს შეესაბამება. მაგიტო მნიშვნელოვანი არის, რომ ხო არის პოზები დამწყებთათვის და ეს სუბიექტურია, ვისთვის რა არის კომფორტული და უსაფრთხო განცდა და ჩვენი ამოცანაც ეს არის, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ. და სუბიექტურ შეგრძნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ამაზე რომ კონცენტრირდნენ, ანუ მაგის აღმოჩენასაც აქვს ჭირდება გარკვეული გამოცდილებაც, რომ ეს ამაზე დაკვირვება და ამაზე კონცენტრაციაც ნელ-ნელა დაიწყო, იმიტომ რომ თავიდან მაინც შეიძლება აი მაგალითად როდესაც საერთოდ არ გიცდია, ანუ ამაზე ერთიანად და ერთბაშად კონცენტრაცია შეიძლება გაგიჭირდეს. მაგრამ ან დრო და დრო, აი შენ რაც თქვით, გაგიჭირდეს ერთი ხოლმე რეკრომენტი ამაზე დაკვირვების გამოცდილებაც და ჩვენც მაგისთვის ვართ რომ ამ პროცესში დაგეხმაროთ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ ესე იგი რა არის ასანა და ერთი ის რომ თქვა სუნთქვა, რომ მასში სუნთქება, სუნთქვის მიმართ ცნობიერები ვარ და მეორე, საერთოდ კითხვა უნდა დავსვათ ესე რომ მოქნილობა და ასანები, ძალა და ასანები რა კავშირია? მათ შორის ზოგიერთ ასანას შეიძლება ახლდეს მოქნილობის განვითარება. ზოგიერთ ასანას შეიძლება ახლდეს ძალის განვითარება, მაგრამ შეიძლება არც ახლდეს. ანუ საერთოდ არ არის აუცილებელი რომ მოქნილობაზე იყოს ორიენტირებული ადამიანი, რომ ითვლებოდეს რომ ასანას აკეთებს. ასანის განსაზღვრება, რადგან ჯდომასთან არის კავშირში, არის ადამიანის მიმართება გრავიტაციასთან. ანუ ჯდომა ეს არის, ანუ მისი
ოღონდ სტაბილიზაციის მდგრადობის ეს არის შინაგანი მდგრადობას. ანუ შეიძლება უბრალოდ იჯდე, რო იჯდე ეს არავითარ მოქნილობას არავითარებს. არავითარ ძალას არავითარებს, შეიძლება ისეთ რამე რომ ამის შედეგად ძალა განავითარე, მაგრამ ეს არის უკვე იოგას ასანების პრაქტიკა. ანუ ჩვენ უნდა ვაცნობიერებთ, რომ ამ დროს, როცა ჩვენ სტაბილურობას განვიცდით, ეს არის ყველაზე ღირებული და სასარგებლო, როცა მაგალითად აი რაღაც გაწევლებს ვაკეთებთ და გაჭიმებს ვაკეთებთ და ძალის ვარჯიშებს ვაკეთებთ, ესეც კარგი არის, მაგრამ ის არ არის იოგას ნაწილი რა. და ეს ხელმისაწვდომია ყველა ასაკში, ანუ შენ სიმშვიდის მდგომარეობაშია. თუ ხარ თუნდაც სავარძელში რომ დაჯდე და უბრალოდ მშვიდ მდგომარეობაში თვალები დახუჭო, თუნდაც არ დახუჭო და 5 წუთის განმავლობაში გაჩერდე, ხო? შენი სხეული იწყებს ტრანსფორმაციას. ერთმანეთთან იწყებს სხვადასხვა უბნები ნერვული სისტემის კომუნიცირებას სხვანაირად. და თლიანად ახდენს გავლენას როგორც ჯანმრთელობაზე, ნერვულ სისტემაზე, ასევე ყველაფერზე. აი, ეს მინდა რომ უბრალოდ კარგად გავიაზროთ, რომ ასანებს ვაკეთებ არ ნიშნავს, რომ რაღაც გაჭიმებს ვაკეთებ. ასანებს ვაკეთებ არ ნიშნავს, რომ ძალის ვარჯიშებს ვაკეთებ, მაგრამ თუ ვაკეთებთ ესეთ ასანებს და ჩვენ ესეთი ჯგუფები ყავს, რომ ინტენსიურ რთულ ასანებს ვაკეთებინებთ, ხო? მაშინ უნდა გავაკეთოთ ანატომიურად სწორად. და მე რაც შეված შემიძლია და რასაც ყველას ვეუბნები, რომ გაჭიმის დროს აი როგორ უნდა გავიგოთ სწორად ვაკეთებთ თუ არა. ტკივილის შეგრძნება არ უნდა იყოს სახსრებში ან სახსრებთან. უნდა იყოს კუნთებში გაჭიმის შეგრძნება, მაგალითად. ან დაჭიმის შეგრძნება. არა წერტილოვანი, არამედ მთელ სიგრძეზე, ხო? რაც ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეს შენგან, იმიტომ რომ აი მე ამის მე ვაკვირდებოდი სულ და ხვდები სად არის ჩემი ზღვარი და სად უნდა გავჩერდე. იმიტომ რომ სხვანაირ ხო აი თან ძალიან მარტივად და გასაგებად ძალიან კარგად არის ხო ახსნილი. და მე ეს მაინტერესებს კიდე რომ ანუ არ უნდა ვხარჯავდეთ კიდე ზედმეტ ენერგიას, ხო? ასანის შესრულების დროს. ის თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული სხეულის სიმძიმე, სხეულის წონა უბრალოდ ხო, წონა სიმძიმე, დავშვათ ფეხებზე, თუ დავშვათ ფეხმდგომლო ასანას ვაკეთებთ, ხო, აი მაგალითად ვირაფად ასანაზე ამბობდი იმ დღეს და ყველა ასანაში ესეა, აი თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, ხო? ან უნდა დავხარჯოთ ზედმეტი ენერგია. კი, მადლობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის თეა. იმიტომ რომ ნახე ერთი და იგივე პოზა გააკეთო ის, შეგიძლია გააკეთო ის, რომ ენერგია დახარჯო და არ დახარჯო მასში. იოგას ასანის მიდგომა არის, რომ ისწავლო გააკეთო ისე, რომ არ დახარჯო. და რის ხარჯზე უნდა გააკეთო? იპოვო ბალანსი. თუნდაც აი ცალფეხზე დგახარ, შეიძლება ისეთ ადგილ რომ დაიძაბო, მაგრამ იპოვო ბალანსი და წონასწორობა, აი ეს არის ასანეს პრინციპი. და ეს ასანას როგორც ასე ვთქვათ, მდგრადობის და გონების პრინციპთანაც ახლოს არის. მაგალითად, აი მე ხშირად მომყავს მაგალითი, ვთქვათ, როლიკებზე რო დავდექი, რაღაც 40 წლის ასაკში, ცადე პირველად და სკეიტზე ვიდექი და როლიკების სხვა თემა არის და ნულიდან დავიწყე სწავლა. დამწყები დადის როგორ ანუ ფეხები ესე განზე არის, განზე აქვს გაშლილი და ანუ ესეთი იმით ხო, ანუ რაღაც მომენტ შეიძლება ახაც ეგრე დავდიო. მაგრამ როგორც კი უკვე პოულობ, ანუ ენერგეტიკულად, ანუ ხაზზე დაიწყო ასე სწორ ხაზზე. ნაკლები ენერგია გეხარჯება და დატვირთვაც სხვანაირად მუშაობს სხეული. მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გარდა ამისა, სხეულის ფორმირებისთვის აქვს ამას მნიშვნელობა, რომ არ გადაიძაბოს ზედმეტად დღესები, მაგისთვის აქვს მნიშვნელობა. და საბოლოო ჯამში შენ ანუ სწავლობ სწორ წონასწორობას. და ეს არ ეხება მარტო რთულ პოზებს, ანუ თუნდაც ჯდომას, თუნდაც ცალფეხზე დგომას, თუნდაც ხელებზე იდგან ნებისმიერ სირთულის პოზისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენ მუდმივად უნდა იყო იმის ცნობიერებაში, რომ თუ რამ არის ზედმეტად დაძაბული, მაგის აღმოჩენის პროცესიც არის და შემდეგ ეს უნარი რო არ იყო დაძაბული ზედმეტად რო არ იყოს აქტიური ის რაც არ არის საჭირო მიყვება ცხოვრებაშიც
ყოველდღიურობაში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მაინც ჰარმონიზაციის სხეულის სხვადასხვა ნაწილების ჰარმონიზაციის მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ასანების კეთების დროს, ანუ ეს უნდა იყოს რაღაც უფრო მეტად სიმსუბუქის შემომტანი და ის დაძაბულობებიც უნდა აღმოვაჩინოთ, ხო, რეალურად, რაც არსებობს და მე ასე ვთქვათ, მოუხსნათ. აი, სწორი და არასწორი შესრულების моментში ინდივიდუალური თავისებურებები, როდესაც გააჩნია, ანუ ჩვენს სხეულს, ხო, აი ამ დროს როგორ შეიძლება, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ კონცენტრირდეთ სწორ და არასწორ შესრულებაზე. ანუ აქ შეიძლება რომ იყოს განსხვავებები, ხო, როდესაც ინდივიდუალური თავისებურებები გვაქვს ანატომიური, შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც იყოს სწორი, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სწორი. თუ ეს ანუ როგორ ხდება ეს სტილისტურად შეიძლება სხვადასხვანაირად შესრულდეს ასევე ასანები. კი, ანუ ჯერ ავიღოთ კი ბატონო სტილისტურად, რომ ესე იგი არის ერთი თემა, სწორი და არასწორის თემა, ეხლა ჩვენ საფრთხე შემცველი და უსაფრთხო ასანები. მაგიტო ანუ როცა ვწერთ YouTube-ზე მაგალითად ასანების ლაბორატორიას, ანუ ის არის ორიენტირებული იმაზე, რომ ვინც ახლის პრაქტიკით არის ან თუნდაც სტუდიაში დადის, არ აქვს მნიშვნელობასად, რომ ყველას გამოადგეს უსაფრთხოებისთვის ეს პრაქტიკა და ანუ ბევრი აზიარებს, ან ვიდეოებს, ანუ მადლობაც გიხდით ყველას. და საყვარელი რუბრიკა. ხო, თუ თქვენთვის ანუ საინტერესო შეკითხვები იქნება, ჩვენ ამას ვითვალისწინებთ და შემდეგ პოდკასტზე ამ შეკითხვებს ანუ ცდილობთ ან შევაჯეროთ და გავაერთიანოთ და გავცეთ პასუხი. ამიტომ თუ მოგწერთ, ჩვენ აუცილებლად ჩავინიშნავთ. ხო, რაც შეეხება ანუ ესე იგი თემა არის ერთი, რომ სწორი და არასწორი პრაქტიკა. არასწორ პრაქტიკაში გულისხმობ დამაზიანებელს. და ეს თქვით, აი რაც თემამ წამოწია ეს საკითხი, რომ თქვათ იქ არის ერთი თემა ისიც, რომ წერტილოვანი ტკივილი, რომ აღნიშნა ხო ამაზე რომ საუბრობთ, წერტილოვანი ტკივილი არის მანიშნებელი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, იმიტომ რომ ტკივილი შეიძლება იყოს კუნთის გაჩიმის შედეგად, რაც ჯანსაღი ტკივილი და სამუშაო ტკივილი არის და ეს არ არის პრობლემა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ განსხვავება ტკივილის ხარისხის შორის. მეორე, ესე იგი თვითონ საკითხი არის ის, რომ სწორი და არასწორის თემა კი არა, არამედ უფრო ეფექტიანობის თემა. ანუ ეს არის უკვე მეთოდოლოგიის თემა და არის კიდე ანუ სტილისტიკური თემა. რომ მაგალითად ერთი და იგივე პოზა შეიძლება გავაკეთო უფრო მოშვებისთვის, თქვათ და გადატვირთული ვარ და თქვათ როგორც in yoga-ს რასაც უწოდებენ, ანუ სხვანაირ სტილში შევასრულო, რომ უფრო აღდგენითი პროცესი წავიდეს, ენერგიის აღდგენითი პროცესი და იგივე შეიძლება გავაკეთო სხვა სტილში, რომ ენერგეტიკულად უფრო ანუ დაიძრას ძალები და ანუ სხვანაირად შესრულდეს. ისევ და ისევ ჩვენს მიზნებზე არის. მიზნებზე შეგვიძლია ავაგოთ ანუ ეს ყველაფერი და გამოცდილებაზე, ხო? და პირველი რაც ახსენე, ანუ ესე იგი ინდივიდუალური თავისებურებები, ხო, მანდაც არის, რომ ესე იგი არ არის რაღაც სტანდარტი ყველასთვის, რომ ყველამ ერთნაირი სტილით დაიწყოს, თუნდაც მაისორის სტილზე იქ არის კი რაღაც ასე ვთქვათ აბსოლუტურად განსაზღვრული თანმიმდევრობა ან რაღაც, მაგრამ რომელიც მოდიფიცირება შეგვიძლია რომ მოერგოს ადამიანს, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მთელი პრინციპი ის არის, რომ მაგალითად აი თუნდაც ინდივიდუალურად როცა მუშაობ ადამიანებთან, ხო, არ ვიყენებ ერთი და იგივე ალგორითმს. ანუ თვითონ ინდივიდზე მორგებულ სავარჯიშო რაც ჯგუფში ვერ გამოვა, მაგრამ ინდივიდთან რომ მუშაობ, რა თქმა უნდა, იმის სხეულის გათვალისწინებით, მიზნების გათვალისწინებით და ასე შემდეგ, სხვანაირად ვაწყობთ პრაქტიკას და მაგაგებით, ანუ რაღაც არ არსებობს რაღაც ერთგვაროვანი მეთოდი. ანუ მეთოდი შეიძლება ან სისტემა უწოდოთ იმას, როცა უკვე სისტემის გარეთ ხარ და ცოცხლად შეგიძლია, რომ ასე ვთქვათ, პრობლემატიკას უპასუხო შესაბამისი, ამ შემთხვევაში ასანების ნაკრებით.
სტილისტური განსხვავებები არსებობს, რა მაინტერესებს მე, იცი, ეს გასაგებია, მაგრამ აი დავუშვოთ თუ არსებობს კი და არის, რომ აი დავუშვოთ ეს, ანუ ვიცი, რომ არ შეიძლება ესე, აი მუხზე რო ლაპარაკობდით დღეს და მუხზე რო ამბობდი, აი მუხთან დაკავშირებით, ან ტერფთან დაკავშირებით, სხეულის ნებისმიერ ნაწილთან დაკავშირებით არსებობს აი ესეთი ვარი, რომ არა, ესე არ უნდა გააკეთო. აი მუხლზე არ უნდა ჩავკეტოთ. ეს ყოველთვის ესეა, რომ მუხლი არ უნდა ჩავკეტოთ. ხო, შეიძლება სტილისტურად განსხვავდებოდეს, ხო, მაგალითად შეიძლება რომ ხერხემალი მოხრილიც მქონდეს და გამართულიც მქონდეს და დიდად არაფერი არ დაშავდეს. ნუ გააჩნია ასანასაც, ხო, ალბათ, მაგრამ აი მუხლის შემთხვევაში, ან ტერფის შემთხვევაში. ხო, ეგ იმ ანუ ესე იგი მაყურებლისთვის რო გასაგები იყოს, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სად გადის ზღვარი, ასე იგი სტილისტურ განსხვავებებსა და სწორ და არასწორ შესრულებებს შორის. აი რა გვეხმარება მაგაში, რომ გავავლოთ ჩვენ მუხლის სახსრების წელის და ასე შემდეგ. ეს თემა არის სწორი და არასწორი. და უბრალოდ ის პრაქტიკები არის ზოგიერთი დამაზიანებელი მუხლისთვის. და ეს ეფუძნება, ანუ სამედიცინო დარგში აკუმულირებულ ხო, ისედაც, ანუ პრაქტიკულ გამოცდილებას რა. ანუ მაგალითად აი ეს აი დავარჯიშგულის ხოთ მაგალითად ცალფეხზე დგომის დროს ეს უფრო უთხი და ხასდა ხო ანუ ამ პოზაში აი წარმოიდგინეთ ცალფეხზე დგახართ ეს ცალი ფეხი არის გამართული ბოლომდე და ამ დროს წინ დაიხარეთ ანუ ვირაფადრასანა 3 გაცილებით მეტი დატვირთვა გადადის მუხლზე და მეტი დატვირთვა გადავა თუ მუხლს ბოლომდე გამართავ ანუ ჩაკეტავ უკან ჩაკეტავ მუხლს და გაცილებით კიდე მეტი რისკი იზრდება, როდესაც გაქვს ჰიპერმობილური სახსარი, მუხლის სახსარი, ხო? და ეს თემა მაგალითად ამერიკაში 60-იან და 70-იან წლებში იყო ეგრეთ წოდებული პოპულარული იოგა, ბიკრამ იოგა და აი მაგ სახეობაში აკეთებინებდნენ ეგრე. შემდგომ მაგითო მოხდა ამის გადააზრება, რომ ესეთი შესრულება არ არის სასარგებლო. ანუ არც ერთი სტილისტვის და საერთოდ არავისთვის და ანატომიურად სწორად უნდა გააკეთოს ყველა. ეს მაგას არ ეხება. მაგითო ის ძველი სტილები რაც იყო, მაგითო ეს სტილები გადაკეთდა რაღაც იოგას ანატომიის ელემენტებით დამუშავდა. ხო, პირველ რიგში ამაში მონაწილეობა მიიღეს თვითონ იმ მასწავლებლებმა, ხო, რომ ნახეს, რომ იცი რა ამან მოიტანა რაღაც არასასურველი შედეგი. ეხლა არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა შევცვალოთ, რაღაცა გავაუმჯობესოთ, ხო? ესე ხო არ არსებობს რეალურად, რომ ესე პირდაპირ მოცემული ყოფილიყოს, ცოტა შეიძლება ეხლა ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცით და ისიც არ ვიცით, რა არ ვიცით. ანუ ესეც შეიძლება რომ რაღაც ხვალ აღმოჩნდეთ კიდე რაღაცა ცოდნის გაფართოების წინაშე რა, ანუ ეს როგორც ახსენე ფენომენოლოგია, ეგეთი რაღაცა იოგას ფენომენოლოგია გვაჩვენებს, რომ იოგები ყოველთვის ცდილობდნენ რაღაც ახალი დეტალები შეესწავლოთ, რაღაც ახალი კომპონენტები, ახალი იმ დროს ეგ იყო მეცნიერება. დღესაც მეცნიერება უბრალოდ დღეს მეცნიერება რაღაცნაირად გაფართოვდა, ანუ დარგებად დაიყო, გაიმიჯნა, მაშინ როცა იოგა რა არის? იოგა არის ერთში გაერთიანებული ყველაფრის თეორია. როგორც ამას დევიდ გორდონ ვაიტი უწოდებს თავის წიგნში, რომ რეალურად ეგ არის და ასანები უკვე გახდა ამის რაღაც რამის ცალკე მეცნიერება. ხო ჩვენ რამდენიმე თვე ეხლა მუშაობთ ასანო კურსთან ერთად ცალკე ანატომიაზე რა. ანუ რეალურად რამდენიმე თვე მინიმუმ ალბათ საჭირო არის რომ ასანების ანატომიას შესაბამისად, ანუ ასანებთან დაკავშირებით, ანუ ასანების შიგნით, რომ ჩვენ უფრო მეტი შევიცნოთ და უფრო მეტი გავიგოთ, ანუ ამ დარგის საფუძვლიანი შესწავლა და გვეხმარება იმაში, რომ ადეკვატური მოლოდინები შევიქმნათ, ანუ ასანებისგან რა შეიძლება მივიღოთ, ანუ რა შეიძლება რა საზრისი შეიძლება ჩავდოთ ასანებში, ანუ ზოგადად ანუ ამ დარგის, ანუ ამ მიმართულებით, რომ უფრო მეტი ცოდნა კონდეს ეს სწორი მოლოდინების შექმნაში დაგვეხმარება, რომ თუნდაც აი მაგალითად ასანა არ არის ცალმხრივად, მხოლოდ აი დღეს რაზეც ვისაუბრეთ, ცალმხრივად მხოლოდ ფიზიკური სავარჯიშო ან გაწელვა, რომელიც რაღაც შეჯიბრობითობის პრინციპით შეიძლება შესრულდეს საუკეთესოდ. ხო, ეს არის მთელი რიგი გამოცდილებების ერთობლიობა. შესაბამისად, ანუ რაც უფრო მეტს შევიმეცნებთ, ანუ ამ თემებთან დაკავშირებით, უფრო სწორი მოლოდინები შეგვექმნება და რა ვიცი, თუ რაიმე კითხვა
გექნებათ ამ თემებთან დაკავშირებით. დღეს ამბობდი კიდე დავამუშავოთ. ხო, აი დღეს ამბობდი კიდე ძალიან საინტერესო იყო ესეც, რომ ბევრ ექიმს გამოუგზავნია შენთან მისი პაციენტი, რომ მისთვის ძალიან კარგი და სასარგებლო იქნებოდა ბავშვად ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს. ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს. აი როგორ უნდა მოიქცა, რანაირად უნდა და იმასაც ამბობდი, რომ შეიძლება არასწორ ადგილსაც გაუშვან, ხო? არასწორ ადგილ. ხო. მესმის, რა. ხო, იმიტომ რომ თვითონაც შეიძლება არ ქონდეთ გამოსგავსი გამოცდილება, არ იცოდნენ, ვერ ერკვეოდნენ, არ იცოდნენ ვისთან უნდა გაუშვან, ხო? აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა დაიზღვიოს, დაუშვათ ადამიანმა თავი, რომელსაც ურჩიეს გამიშთა დღეს მე ეკითხა, რომ მე დავუშვათ მირჩეს იოგას პრაქტიკა, ექიმთან ვიყავი, რაღაც გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მირჩია იოგას პრაქტიკა. და რომელი აირჩია ამაზე? აი რა კითხვები უნდა დავსვათ, როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი, რომ არ მიმდრო, შეიძლება ისეთ ადგილას მივიდე, რომ არ წამადგეს პირიქით, ხო, დამაზიანოს კიდეც. და იმიტომ რომ ბევრი არის ესეთი ჩვენს გარშემო, ხო, ალბათ რომ თვითონ არიციან, ხო, ალბათ. ხო, არის, ანუ მე მგონია რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებაში ყალიბდება, ანუ ესეთი რაღაც ალბათ ცოდნაც მატულობს, ზოგადი ცოდნაც. ხო, ალბათ ხო. და მე ყველაფერი ანუ რაღაც შედეგებით ფასდება. რომ მაგალითად სად ნახავს ადამიანის შედეგებს. ესეც მნიშვნელოვანი არის და ექიმები თვითონ როცა ურჩევენ ერთი არის რომ აბსტრაქტულად უთხრან რომ იოგას მიმართე, მაგრამ იოგა იმდენად ბევრნაირია, ზოგი საერთოდ არ არის სხეულის იოგა. და მაგითო ჯერ უნდა ნახოს სხეულის იოგა და მე იქიდან უნდა არჩიოს სახეობა. და იმ სახეობიდან შეიძლება თვითონ ჯგუფურიც არ შეიძლებაოდეს, თქვა ჯგუფურად დაწყება და პერსონალური მიდგომა და ამ შემთხვევაში ანუ მე მგონია რომ ზოგადად კარგი არის, როცა არის ეგეთი კომუნიკაცია მასწავლებელთან, რომ მასწავლებელი თან ხსნის ანატომიურ დეტალებს და შენ რა კითხვებიც გაქვს, ამ კითხვებზე გაგცემს პასუხს. რატო ეს ვარჯიში მაგალითად, ეს ვარჯიში რომელ კუნთს ავარჯიშებს? მე ესეთი შეგრძნება, მაგრამ უნდა უთხრა, მე ესეთი შეგრძნებები მაქვს. ამის შედეგად ვთქვათ, ეს კუნთი მეტვირთება, ეს იჭიმება, ეხლა ჩვენ ჩამოვიყვანეთ ეს ყველაფერი, თქოს როგორც რეაბილიტაციის ფორმაზე, ხო? და ინსტრუქტორმა უნდა აუხსნას, რატო აკეთებინებს ამ პოზას ასე, რომ აჩვენოს, რომ მაგალითად, აი ესე გააკეთე დაუშვათ მუხლი, აი ესე ხო იქცენი სახსარზე ეწოლა. ეხლა მე გავაკეთებინებ სხვანაირად. ეხლა აღარ არის დატვირთვა და მოიხსნება, ხო? აი ესეთი, ანუ მუშაობის შედეგად, რა თქმა უნდა, ადამიანი დაინახავს, რომ არ არის ასე თქვა სულ ერთი როგორ გააკეთებს და ეს მართლა ძალიან მაგარი შეგრძნება არის, რომ რაღაცას რო აკეთებ და ხედავ რომ ასეთ შეგიძლია გაკეთებ, ასეთ შეგიძლია და მე იქიდან არჩევ შენ რომ აი ამას აკეთებ უკვე ამისთვის. მე თქვა დააკეთებ რაღაცა პოზა სადაც წელი იტვირთება ხო და გიხსნეს რომ აი აბას ცადე ასე ნახე როგორ იტვირთება წელი, ეხლა ასე გააკეთე, ეს კუნთი გააქტიურა, თქვა შიდა როტაცია გააკეთე მხრის სახსრის და აბდუქცია და დააკვირდი ამ დროს როგორ გადადის დატვირთვა უფრო გულმკერდის ზედა ნაწილზე, ხო? ეს პროცესი თუ არ არის ახსნა, ანუ ესე არ ხდება ასანების, ხო? ის უბრალოდ არ ღირს იმაზე დიდად კონცენტრირება, იმიტომ რომ ესე შეიძლება უბრალოდ გააკეთო ისედაც ასანები რა, ნებისმიერი და ექიმების მესმის იმ გაგებით, რომ ეხლა როგორ თუ არ იცნობენ კონკრეტულად რა ტიპის ვარჯიშები უნდა ურჩიონ, ხო, მათთვისაც ძნელია, რომ თვითონაც ანუ ექიმა ის კი არის ის მართლა იოგა რა არის და მით უმეტეს არ შეიძლება ძალიან ცოტას გამოუცდია და ეს არც არის აუცილებელი რომ თქვა ურჩიოს ისე რომ გამოცდილი კონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ყველას არ შეუძლია ვარჯიშების ხარისხი გაარჩიოს და ამიტომ არის ზოგადი აქტივობა რომ მე მაგალითად გირჩევ თქვა იოგას, იმიტომ რა წარმოდგენა აქვს იოგაზე არ ვიცით. რას გულისხმობენ რომ იოგას ურჩევ, იმიტომ რომ იოგა ისეთი არის რომ თქვა ხელებზე დადგე თუ ისე და მე ამის საპირისპიროდ შემიძლია თქვა რომ მაგალითად მე შემიძლია კრივით ურჩიო ადამიანს ისე თუ ის საფეხურებად და ისე კი რინგზე გავიდეს და რაღაც 12 რაუნდი იჭუბოს. არამედ იმ ვარჯიშებს თუ გააკეთებ, ისიც შეიძლება იყოს სარეაბილიტაციო. ანუ ეს
თემა ის კი არ არის, რომ ვიღაცა იოგას ინსტრუქტორია თუ არა. ჩვეულებრივად რეაბილიტაცია შეიძლება მოხდეს ნებისმიერი დამხმარე საშუალებით. თავარი არის სწორად მიუდგეთ ჩვენ თვითონ ადამიანს. მაგრამ ამ ყველაფერში მაინც რაც იოგა შეიძლება გამოარჩევდეს არის ის, რომ რაღაცნაირად ამ შინაგანი ძალების აღმოჩენის და მოკრების და ასე ვთქვათ რეალიზების საშუალება არის და ის ორმხრივი კავშირი, რომელიც ყველაზე საინტერესო არის სხეულის და ცნობიერების იმპულსების და ამის ასე ვთქვათ შესაბამისობა, რაც დაკვირვებას და კონცენტრაციას და აღმოჩენას ასე ვთქვათ მოითხოვს, ეს მგონია რომ ძალიან საინტერესო არის და ამ გაფანტულობის უკუგება და ჩვენს ჩვევებზე მუშაობაც არის ეს გარკვეულწილად ეს მიდგომა და ამის გაცნობიერება, რომ ჩვენი გონება დაკავშირებული არის სხეულთან და სხეული პირიქით გონებასთან და ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთში გადადის და ამაზე დაკვირვების და აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია და ისეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი ასანების შიგნით, რაც მე დამინახავს და რასაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ესეთი რაღაც არის. ასანებს ხო ლესლი კამინოვი ასანების პრაქტიკას უწოდებს რაღაც გამოცდილების კონტეინერს, ხო? ესე იგი შედიხარ რაღაც გამოცდილებაში, ან რაღაც სამყაროში, საკუთარ თავთან ურთიერთობ ამავდროულად ესე იგი სწორ დამოკიდებულებას აყალიბებ თვითონ სხეულთან და შემდგომ მანუქცნობ უკუგებასაც რა ეს არ არის ისეთი დამოკიდებულება რომ სხეულის ასე ვთქვათ შესაძლებლობებზე იყო მიჯაჭვული ესეც არ არის ალბათ უფრო პირიქით გათავისუფლების მომენტი არის რა და მდგომარეობებზე ხო აი მით უფრო ან ქალის შემთხვევაში როდესაც ორსულობა დგება ანუ რაღაც კონდიციები იცვლება ჯანმრთელობის ხო ასაკთან მიმართებითაც ანუ ეს ისეთი რაღაც არის რომელიც გაძლევს შესაძლებლობას რომ დრო და დრო ამ ყველაფერს გაყვე და ეს ფაქტორები არ იყოს რაღაც ისეთი დაუძლეველი წინაღობა და რომ სრულად გამოცდილებებზე ორიენტირებული არის და აქვს ამის შესაძლებლობა რომ ჩვენ მოვირგოთ ასე ვთქვათ. აუ ნაღვქოთ ალბათ როგორც პროცესი ხო ასანა შესწავლა და არა თვითმიზანი. საბოლოო ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. ასანები აი ნახეთ ასანები არის არა ასე ვთქვათ რაღაცა შედეგი ანუ რაღაცა ასე ვთქვათ ეს არის უფრო პროცესი. ასანები არის რაღაც უფრო თვითონ იმ მდგომარეობა არის ცნობიერების მდგომარეობა არის და სხეული ამ შემთხვევაში მოდი რადგან ესეთი ცოტა ისტორიული და კლასიკური იოგასაც შევეხეთ თავიდან აი მაგით დავასრულოთ რომ ესე იგი ეს არის ასანა არის ერთ-ერთი ასპექტი კლასიკური იოგასი და რა ასპექტები არის ანუ ასანა არის აი როგორი კავშირი ასანა არის გარეგანი ასპექტი და ეს არის გარეგანი კონტროლი სხეულის სხვადასხვა აი ეპოსებშიც ინდურ ეპოსებშიც აი ადამიანის სულიერი მღელვარება აღწერილია როგორც სხეულის სისუსტე ცახცახი კიდურების დაძაბუნება და ასე შემდეგ შინაგანი გამოტანილი გარეთ გარეგანი ამიტომ ეს თვითონ ჯერ მხატვრული ფორმაც არის რომ ეს ასახული არის თქო გამოხატულია შიში და ასე შემდეგ და ამის საპირისპიროდ ასანა არის ადამიანის გარეგანი კონტროლი და სტაბილიზაცია ამის საპირისპიროდ პრანაიამა სუნთქვის კონტროლი არის შინაგანი სტაბილიზაცია ამასთან ერთვის ასევე სხვა სხვებთან მიმართებაში ჩამოყალიბებული ასე დამოკიდებულებები. ანუ რას გულისხმობ, ეს თემაც შეგვიძლია განვავრცოთ, რომ იოგები აცნობიერებდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ საზოგადოებაში და გარკვეული ესე იგი აუცილებელია გარკვეული წესრიგის არსებობა ისევ გონების სიმშვიდის. ანუ ერთი არის სხეული, მეორე არის სუნთქვა და მესამე არის ემოციები და სხვა ადამიანებთან დამოკიდებულება. ისინი იმასაც კი აცნობიერებდნენ, რომ ვისთან ერთად უნდა კონდეს, ასე თქვა, ვისთან უნდა იურთიერთობა, ვისთან არ უნდა იურთიერთობა, რა პრინციპით.
ეს მოქმედებს შენი ცნობიერების ხარისხს, ხო? ჩვენ ერთ-ერთი თემა შეგვიძლია ეს დავუთმოთ, ანუ იოგი და საზოგადოება. ურთიერთობების დალაგებაშიც გეხმარება. დალაგების ფორმა არის სამოხო. რას უშვები ამ ემოციებს რა. რა ხო ეს არის შინაგანი გადაწყვეტა, რომ ეს საბოლოო ჯამში ხო რას აპირებს საერთოდ ემოციური კუთხით. და როდესაც ეს ლაგდება, ანუ ერთი არის ემოციური კონტროლი სხვების მიმართ, დამოკიდებულება სხვების მიმართ და მეორე არის საკუთარი თავის მიმართ, რომ მაგალითად ვარ თუ არა თვითქმარი ვთქვათ, ჩემი ქონებრივი შესაძლებლობების მიმართ, ხო? ესეც ერთ-ერთი თემა არის იოგური. იამა და ნიამა, ხო? ხო, და როდესაც ეს ფაქტორები, ანუ ეს 4 ფაქტორი, რაც ახლა ჩამოვთვალე, ანუ ასანა, პრანაიამა, იამა, ნიამა, არის მომართული, მათ ცენტრში წარმოიქმნება უმაღლესი კონტროლი, რომელსაც უკვე იოგა ეწოდება და რომელშიც უკვე ჩაშლილი არის უკვე ადამიანის უნარი, გონების უნარი, რომ შეიმეცნოს და შემეცნების ძალა გქონდეს. ანუ რეალურად ამ 4-ზე არის დაფუძნებული მეხუთე კომპონენტი, რასაც პრატიაჰარა ეწოდება, კონცენტრაცია. რომელიც ხო პირდაპირ თარგმანით უფრო გრძნობების კონტროლი არის, რომელშიც ჩაშლილი არის ყურადღების ფოკუსირების უნარიც, მედიტაციაც და კონცენტრაციაც, რა თქმა უნდა, მასში შედის, იმიტომ რომ ვიდრე პატანჯალის გაერთიანებული და ესე იგი აი ამ დიდი სისტემის ერთ-ერთი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, თვითონ ასანები, რაც იყო ჩვენი დღევანდელი თემა. და მადლობა. ძალიან საინტერესო. მადლობა. მადლობა მაყურებელს. რომელსაც ანუ შემდეგი თემა რამდენიმე სავარაუდო თემა, ანუ ერთ-ერთი თემა არის იოგი და საზოგადოება არის. ურთიერთობებთან დაკავშირებით. ასევე მოუქნელობის მიზეზებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. შესავლის გაგრძელება შეიძლება იყოს ეს. სახსრების თემა. მოგწერეთ, რომელი უფრო დაგაინტერესებთ, შეიძლება ამის მიხედვითაც მომიფიქროთ. დიდი მადლობა. და შევახსენოთ, რომ თუ მოეწონათ ვიდეო, რომ გააზიარეთ. მოკლედ მადლობა. მადლობა. დროებით.